მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულია ჰარმონიულად მერხევის სხეულის კინეტიკური ენერგიის დროს დამოკიდებულების გრაფიკი და ვეკითხებიან რისი ტოლია რხევის სიხშირეო. კარგით, ესე იგი პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კოორდინატი ჰარმონიულად რხევის დროს კოორდინატი იცვლება შემდეგი სახით x უდრის a კოსინუს ომეგა t-ს, ხო? და ეხლა გამომდინარე იქიდან რომ სიჩქარე თვითონ სიჩქარესაც შეეხება. სიჩქარე არის კოორდინატის წარმოებული დროით. აი ამ გამოსახულებას თუ გავაწარმოებ დროით, სიჩქარისთვის მივიღებთ, რომ იცვლება შემდეგი სახით v უდრის მინუს a ომეგა სინუს ომეგა t-ს. ასე. და ეხლა ჩვენ გვაინტერესებს თვითონ კინეტიკური ენერგია რის ტოლია. ჯერ ეგ გავარკვიოთ, კინეტიკური ტოლი არის mv კვადრატ ნახევრის. ეს ტოლი იქნება m ჯერ, ეს უნდა ავიყვანოთ კვადრატში, ამ გამოსახულებას თუ ავიყვანოთ კვადრატში, ესე იქნება მინუს a ომეგა სინუს ომეგა t კვადრატში შეფარდებული 2-თან. ეს ტოლი იქნება m ჯერ a კვადრატ ომეგა კვადრატ სინუს კვადრატ ომეგა t. ხო? შეფარდებული 2-თან. ეხლა მოდით ცოტა ტრიგონომეტრია გავიხსენოთ. თუ გავითვალისწინებთ ეხლა ჩვენ კოსინუს 2 ალფა, ეს ტოლი არის კოსინუს ალფას პლუს ალფა, ეს ტოლი არის კოსინუს ალფა ჯერ ალფა. კოსინუს ალფა ჯერ კოსინუს ალფა, ანუ აქ იქნება კოსინუს კვადრატ ალფა. გამოკლებული სინუს ალფა ჯერ სინუს ალფა. ეს კი ტოლი იქნება სინუს კვადრატ ალფასი. ხა თუ გავითვალისწინეთ რომ სინუს კვადრატ ალფას პლუს კოსინუს კვადრატ ალფა ტოლი არის 1, აქედან კოსინუს კვადრატ ალფა ტოლი არის 1 მინუს სინუს კვადრატ ალფა და ჩავსვით ეს მნიშვნელობა აქ, მაშინ ეს გამოგვივა ტოლი, აი ამას ამ მნიშვნელობას თუ შევიტანთ, აი ამის მაგივად, მივიღებთ რომ ეს ტოლი არის 1 მინუს სინუს კვადრატ ალფას კიდე სინუს კვადრატ ალფა გამოაკლდება. ეს კი ტოლი იქნება 1 მინუს 2 სინუს კვადრატ ალფა. ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა რომ კოსინუს 2 ალფა ტოლი არის 1 მინუს 2 სინუს კვადრატ ალფა, საიდანაც სინუს კვადრატ ალფასთვის მივიღებთ რომ სინუს კვადრატ 2 სინუს კვადრატ ალფა, ჯერ მოდით ეს დავწეროთ, ტოლი არის 1 მინუს კოსინუს 2 ალფა და 2-საც თუ გადავგვიტანთ მარჯვნივ, ასეთი გამოსახულება მივიღეთ. ეხლა ალფას როლში ჩვენ გვაქვს აი ომეგა t, ხო? შესაბამისად სინუს კვადრატ ომეგა t-ისთვის გვექნება შემდეგი გამოსახულება. ეს ტოლი იქნება m-a კვადრატ ომეგა კვადრატი შეფარდებული 2-თან და სინუს კვადრატ ომეგა t ალფას მაგივრად გვაქვს ომეგა t, შესაბამისად მივიღებთ შემდეგ გამოსახულება. ეს ტოლი იქნება 1 მინუს უკაცრავად აქ 2 ალფა უნდა დაგვეწერა, ხო? რადგანაც აქ 2 ალფა გვაქვს. 1 მინუს კოსინუს 2 ომეგა t გვექნება შეფარდებული 2-თან. ასე, ეხლა ეს 2 და 2 რო გამრავლდება, მივიღებთ აქ 4-ს, ასე ბატონო ჩემო და ეს ყველაფერი ეხლა ეს ჩანაწერი ჩვენას გვეუბნება. ხა თუ გავითვალისწინებთ, მოდი გავარკვიოთ x უდრის a კოსინუს ომეგა t-ს პერიოდი რა არის? ანუ ჩვენ გვაინტერესებს ის დრო, რა დროშიც კოორდინატი თავის საწყის მნიშვნელობას უბრუნდება. სწორედ ამ დროს ვეძახით ჩვენ პერიოდს, ხო? ამის პერიოდი რა თქმა უნდა იქნება ომეგა უკაცრავად t ტოლი იქნება 2p შეფარდებული ომეგასთან. ხო, მართლაც ეხლა t-ს მაგივრად თუ შევიტანთ აქა 2p შეფარდებული ომეგას, ომეგები შეიკვეცება და კოსინუს 2p გრჩება, რაც ბუნებრივია კოსინუსის პერიოდი 2p არის. კოსინუსი თავის მნიშვნელობას იღებს ყოველ 2p ბიჯზე, ხო? აქ დავუბრუნდეთ ეხლა, ანალოგიური სიტუაცია გვაქვს სიჩქარისთვისაც, მაგრამ რაც შეეხება კინეტიკურ ენერგიას, კინეტიკური ენერგია თავის საწყის მნიშვნელობას უბრუნდება რა დროში? თავის საწყის მნიშვნელობას უბრუნდება აი კოსინუს 2 ომეგა t-ს პერიოდი რაც არის იმ დროში. და აი ამის პერიოდი კიდევ არის t. მოდი ეს არის b-ს პერიოდი, ეს არის კინეტიკური ენერგიის პერიოდი, გამოგვდის ანალოგიურად აქაც 2p შეფარდებული 2 ომეგაზე. ხო? 2 ომეგაზე. კი ბატონო. ეს ტოლი არის 1/2 გამრავლებული 2p შეფარდებული ომეგას.
2 პის შეფარდებული ომეგაზე კიდე სიჩქარის პერიოდი არის. აი ეს გამოსახულება TV არის, ხო? ანუ გამოგდის, რომ ეს ტოლი არის T9-რის. ანუ აქედან ჩვენ რას ვასკვნით? შეხედეთ, აქედან ჩვენ ვასკვნით შემდეგს, რომ T ზოგადად T პერიოდი ტოლი ყოფილა 2T კინეტიკურის, ხო? აი ამ გამოსახულებიდან, აი ეს გადავწერეთ. აქედან T გამოვსახეთ, მეტი არაფერი გვიქნია. ეხლა დავაკვირდეთ ნახას, ნახეთ. ნახას თუ დავაკვირდებით, ჩვენ შევამჩნევთ, რომ რხევის პერიოდი თვითონ კინეტიკური ენერგიის რხევის პერიოდი, ანუ ის აი ამ ნახაზიდან არის 1 წამი. 1 წამში, როგორც ხედავთ, იყო საწყის მომენტში 0, ისევ საწყის მნიშვნელობა მიიღო, ხო, ამ ჩვენ კინეტიკურმა ენერგიამ. შესაბამისად, ეს ტოლი კინეტიკური ენერგიის პერიოდი თუ არის 1, ნამდვილი ჩვეულებრივი x კოორდინატის პერიოდი, ტოლი გამოგდის 2-ჯერ 1, 2-ჯერ 1, ეს კი ტოლი არის 2 წამის. აჰა, ესე იგი, თუ პერიოდი არის 2 წამი, T არის 2 წამი, ეს გავაკვიეთ. მაშინ სიხშირე, რა გამომდინარე იქიდან, რომ სიხშირე წარმოადგენს პერიოდის შებრუნებულ სიდიდეს, ტოლი გამოგდის 1/2 და ეს ტოლი არის, ხო, 1/2 წამი მინუს 1-ის, ხო? ნუ ეს კიდე არის 1/2 ჰერცი. შესაბამისად, საბოლოოდ დავწერთ პასუხს, ნიუ ტოლი ყოფილა 1/2 ჰერცის. პასუხი B.